შეგიძლიებით ყურადღებით ჩაიარეთ. ეხლა მიფიქსირდება 30-ით ჩავდივარ, აი 35-ით. მაგრამ 30-იც ნორმალურია მონაკვეთზე. ფეითები, ნელა გავივლი. ნელა გავიარეთ. აი იმოძრავი პირდაპირ გეუნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რადგან ჩვენ გვიწევს მარჯვნივ მოხვევა, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მარჯვენა ციმციმა. აი აქ ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას, მიუხედავად იმისა, რომ არ გვეუბნება მოვხვიეთ მარჯვნივ, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მარჯვენა ციმციმა და განვახორციელოთ მოხვევა. ისე 40-იანი მონაკვეთია, თავისუფალი სივრცეა და მოძრაობ მაქსიმალური სიჩქარით. ხელოვნური ბარიერი, რომელიც არ ჩანს მაინც და მაინც გამოკვეთილად, შევანელეთ, თან არის ასფალტისგან გაკეთებული და არასტანდარტულია, ცოტა მაღალია, ამიტომ მაქსიმალურად შეანელეთ და რბილად გადადით. როდესაც გადახვალთ ბარიერზე, აუცილებლად დროულად მოუმატეთ სიჩქარეს. ისევ მაქსიმალურ სიჩქარეზე უნდა ავწიოთ. ისევ ხელოვნური ბარიერი, დავიწყე შენელება, აუცილებლად შუა სარკეს ვიყენებ ყოველი შენელების დროს. რბილად გადავდივართ. ახლოში კიდე ბარიერი მაქვს, მაგრამ ცოტა სავაჩქარებ, რომ დროულად მივიდე და ისევ შევანელებ. და ისევ აუცილებლად მაქსიმალური სიჩქარით უნდა გავაგრძელო მოძრაობა. ისევ ბარიერი, ისევ შევანელებ. იმოძრავე პირდაპირ. მიუხედავად ამისა, ჩვენ რადგან განვიცდით გზის ცვლილებას, აუცილებლად უნდა ჩავურთოთ მარჯვენა ციმციმა. გავიხედოთ მარცხნივ, თუ ხიდზე მოძრაობს მანქანა, აუცილებლად უნდა გავატარეთ. გადავედით მთავარ გზაზე და გავთიშეთ ჩართული ციმციმა. ზებრა შევამოწმეთ, მოუხვიე მარჯვნივ, ჩავრთე მყისიერად მარჯვენა ციმციმა და ისევ ვანხორციელებთ მოხვევას. იგივე მოსახვევში ავდივართ. მოძრაობ 40-ით. აქ სამიაურეზე ცოტა შევანელე და ისევ დავიწყე მომატება. დროულად უმატებ ყოველთვის, რაც შეიძლება მალე ავიდე მაქსიმალურ სიჩქარეზე.